თბილისი ჯადოსნური, თავბრუდამხვევი, ჭრელი ხალიჩასავით ლამაზი და მიმზიდველი, მრავალშრიანი და მულტიკულტურული ქალაქია. მისი ისტორიის მოსაყოლად ალბათ ერთი ცხოვრება არ გვეყოფა, თუმცა მთავარი ისაა, რომ ის განსხვავებული კულტურებისა და რელიგიების თავშეყრისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების ადგილია. სწორედ ამიტომ შევიკრიბეთ იქ, სადაც ისტორია ჯერაც უწყვეტად ცოცხლობს და თავის თავში ინახავს ამბებს, რომლების გარეშეც ამ ქალაქის ჯადოსნური მომნუსხველობის გაგება შეუძლებელი იქნება. ჩვენი დღევანდელი მიზანი არის, რომ ჩავატაროთ თბილისის ტური ქართველი აუდიტორიისთვის, სადაც ახლა ჩვენ ვართ გაჩერებულები. ეს არის აბანოების ტერიტორია, ყველასთვის ძალიან ნაცნობი და ალბათ საქართველოში და თბილისში ერთ-ერთი ყველაზე თბილისურად აღქმული ადგილი, რადგან ძალიან ფართოდ არის ჩვენში გავრცელებული ვახტანგ გორგასალთან დაკავშირებული ლეგენდა, რომელიც თბილისის დაარსებას უკავშირდება და მოდით ჩვენი ტური ზუსტად მაგით დავიწყოთ, რომ დაუპირისპიროთ მე-19 საუკუნის ლეგენდა რეალობას და გავარჩიოთ ტყუილი და მართალი და მათი საერთო მახასიათებლები. მოგესალმებით, რომ მე-7 საუკუნეში თბილისი და ზოგადად საქართველოში იწყება არაბობა და ამ პერიოდში შემოდის შესაბამისად სრულიად ახალი რელიგია საქართველოს ტერიტორიაზე და მათ შორის თბილისში, ეს არის ისლამი. ისლამისთვის წყალი არის რელიგიურად წმინდა აუცილებელი რაღაც, რადგან გამბანის ფუნქციას ითავსებს. თბილისში სხვადასხვა საბუთები მოწმობს იმას, რომ არსებობდა არა მხოლოდ სპეციფიკურად მუსლიმ მოსახლეობისთვის განკუთვნილი აბანოები, არამედ არსებობდა სხვა რელიგიური მიმდინარეობის და სხვა რელიგიური ჯგუფებისთვის სპეციალური აბანოები, შედიოდნენ მხოლოდ ისინი და მხოლოდ ისინი იყენებდნენ ამ აბანოებს. ხშირად ერთი შეხედვით ჭრელი აბანო ეგონებათ ხოლმე მეჩეთი. მისი გამორჩეული სილამაზე ამ ქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია. თუმცა როცა საქმე მეჩეთზე მიდგება, სულ სხვა ამბავს უნდა მოუყვეთ. ჩვენ მოვედით თბილისის ერთადერთ მეჩეთთან, რომელსაც ჯუმა მეჩეთს, ანუ პარასკევის მეჩეთს უწოდებენ. ეს იყო ყველაზე დიდი შესაკრებელი თბილისელი მუსლიმთა თემის. ამ მეჩეთში ერთდროულად მოუწიათ ლოცვა როგორც შიიტ, ისე სუნით მუსლიმებს. იქედან გამომდინარე, რომ შიიტების მეჩეთი სამწუხაროდ ქალაქის რეაბილიტაციას შეეწირა. სხვათა შორის ეს არის უნიკალური მოვლენა, იმიტომ რომ სოფლიოში არსად ერთად არ ლოცულობენ და როგორც წესი ხშირად დაპირისპირებულებიც არიან და ბევრ ქვეყანაში დღემდე მათ შორის რელიგიური კონფლიქტებიც მიმდინარეობს. ეს მეჩეთი წარმოადგენს ზუსტად ამ ეთნიკური და რელიგიური ტოლერანტობის მაგალითს. მეჩეთიდან სულ რაღაც 100 მეტრში შეგვიძლია სომხურ ქრისტიანულ ტაძარს ვესტუმროთ. ჩვენი მრავალათასწლიანი თანაცხოვრების გამოცდილება თავს უამრავ დეტალში იჩენს. იქნება ეს მატერიალური თუ არამატერიალური კულტურის ძეგლები. ბუნებრივია სომხური კვალი საქართველოში და განსაკუთრებით თბილისში თვალსაჩინო და ნიშანდობლივია. ეს არ არის ერთადერთი სომხური ტაძარი თბილისში, თუმცა ეს არის განსაკუთრებული ტაძარი, იმიტომ რომ ეს არის ერთგვარად საკათალიკოსო ტაძარი და აქ სერიოზული როლი აქვს მას მინიჭებული სომხური ეკლესიისთვის. ამ ტაძრის ეზოში ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურები არიან დაკრძალულები. საიათნოვაზე ბევრს აღარ გავაგრძელებ. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი პოეტი და აშუღი, რომელიც ერეკლე მეფის კარზე მოღვაწეობდა და მისი საფლავით სწორედ აქ გახლავთ. ეს ტაძარი თავიდანვე იყო, ესე რომ ვთქვათ, განსაკუთრებული მნიშვნელობის თავისი ღირებულებითაც და ვიზუალითაც. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გავს ქართულ ტაძრებს, აქვს თავისებურება. აღსანიშნავია ისიც, რომ სომხებისთვის ის სარწმუნოებრივი მიმდინარეობა, რომელსაც ისინი მიეკუთვნებიან, ეთნიკურ რელიგიას წარმოადგენს, იმიტომ რომ სომხების გარდა იმ მიმდინარეობას არავინ არ მიყვება. სომხური ეკლესიიდან სულ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა მოგვიწევს და მეიდანზე აღმოჩნდება. სწორედ ამ ადგილას ფეთქავდა თბილისის გული მძლავრად და ხმაურიანად. აქ სიცოცხლე ჩქეფდა და თბილისის ყოველდღიური ცხოვრების ამბავი იწერებოდა.
თბილისის სოციალურ-ეკონომიკურ ურთიერთობებში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა ბაზრის ტერიტორიას. უკვე მე-18 საუკუნის ბოლოს, ანუ მე-19 საუკუნის დასაწყისში, 3 ძალიან დიდი ბაზარი ფიქსირდება თბილისის რუკაზე და ამის პარალელურად მუდმივად არსებობდა მცირე ბაზრები და კონკრეტული სპეციფიკის მქონე ტერიტორიები, სადაც ერთი კონკრეტული მიმართულებით იყიდებოდა საქონელი. და ეს ტერიტორია გამორჩეულია დანარჩენი ბაზრებისგან იმით, რომ ამ ტერიტორიაზე ყოველდღიურად მე-19 საუკუნის ბოლოს 20,000 ადამიანი იკირებებოდა საშუალოდ. ანუ მთელი ქალაქის მოსახლეობა მიდიოდა ამ ტერიტორიის გავლით და შემოდიოდნენ აქ. მაგალითად, ახლა ამ კიბეებზე თუ ჩავალთ დღემდე, ანუ ეს არის შემონახული, რომ ბამბის რიგი, რკინის რიგი, ვერცხლის რიგი, ანუ იმის მიხედვით ერქვა ქუჩებს სახელები, თუ რა საქმიანობას ეწეოდნენ იქ ხელოსნები. რელიგიური ნაგებობები თითქმის გვერდიგვერდ ქალაქის გულშია თავმოყრილი. მეჩეთთან და სომხურ ტაძართან ერთად თავისი განსხვავებული ფორმითა და სიმბოლიზმით ჩვენ ყურადღებას სინაგოგა იპყრობს. ჩვენ ახლა ვიმყოფებით თბილისის დიდ სინაგოგასთან. ეს გახლავთ არა ერთადერთი სინაგოგა თბილისში, ანუ ამის გარდა კიდევ რამდენიმე არსებობდა, სულ 7 სინაგოგა ყოველ შემთხვევაში. დღეს მოქმედი მხოლოდ 2-ია. ძალიან ბევრი წყარო და ინფორმაცია ამ მისი მშენებლობის ისტორიის შესახებ შემორჩენილია სწორედ მე-19 საუკუნის პრესაში. რომ როგორ ერთობლივი შრომით და ერთობლივი ორგანიზებით მესხეთიდან ჩამოსახლებულ ებრაელთა თემა როგორ შეაკოწიცა მოკლედ თავისი შესაძლებლობებით ის სახსრები, რომ სინაგოგის მშენებლობა ბოლომდე მიეყვანათ და ის კეთილმოეწყოთ ისე, როგორც ტრადიცია მოითხოვდა. ისე დღეს შემორჩენილი რამდენიმე შენობა არის, უბრალოდ ერთში განთავსებულია საქართველოში მცხოვრებ ებრაელთა ისტორიის მემორიალური მუზეუმი, ერთში სამეფო უბნის თეატრია განთავსებული, ერთი მოქმედია და დანარჩენი სინაგოგები სამწუხაროდ ვეღარ შემორჩა. შემორჩა ეს 2 და ებრაული თემის ტრადიციის მიხედვით შიგ განთავსებულია მენორა, განთავსებულია სხვა სიმბოლოები, არის კიდევ ერთი დეკორაციაში ვხვდებით ვაზს. თბილისის იდენტობისა და მრავალფეროვნების კულტურის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი ადგილი საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას ჰქონდა. თანაცხოვრების, ურთიერთპატივისცემის და ერთმანეთის სიწმინდეებისადმი მოწიწების ცოცხალი მაგალითი სიონის საკათედრო ტაძარია. ჩვენც სინაგოგიდან სწორედ აქ გადმოვინაცვლეთ. ვიმყოფებით სიონთან, რომელიც როგორც ძველი თბილისის ისტორიაში, ისე თანამედროვე თბილისის ისტორიაში და არა მხოლოდ თბილისის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი იყო, რადგან ის ითვლებოდა თბილისის ტერიტორიაზე ერთ-ერთ ყველაზე წმინდა ადგილად, არა მხოლოდ მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის, არამედ ზოგადად სხვადასხვა რელიგიური თემის წარმომადგენლებისთვის, როგორც სომხებისთვის, ასევე მუსლიმებისთვისაც. სიონი არის რეალურად ადგილი, რომელიც თბილისში არსებულ აბსოლუტურად ყველა რელიგიურ ჯგუფს აერთიანებს და ანუ რაღაც დონეზე ბმა ყველა რელიგიურ თუ ეთნიკურ ჯგუფს აქვს სიონთან. ძალიან შემწყნარებლობით გამოირჩეოდა იმ პერიოდის რელიგიური ფონი თბილისში, თუ შევადარებთ დღევანდელ 21 საუკუნის რეალობას. და ამის ძალიან კარგი მაგალითია სიონი. ძველ თბილისში სიარულისას თითქოს ჭრელ ხალიჩაზე დააბიჯა. კულტურები, რომლებსაც ერთმანეთს ხშირად ათასობით კილომეტრი აშორებს, აქ ერთი ხელის გაწვდენაზე თანაარსებობენ. და მთელ ამ ჭრელსა და მიმზიდველ მრავალფეროვნებაში განსაკუთრებულ როლს ასრულებდა ქარვასლები. ეხლა ჩვენ ვართ ქარვასლების ტერიტორიაზე გაჩერებული, ჩემ უკანაც და ჩემ წინაც არის 2 სხვადასხვა ქარვასლა. თბილისი მდებარეობდა საქარავნო გზის უმნიშვნელოვანეს ნაწილზე და ერთ-ერთ მნიშვნელოვან პუნქტსაც წარმოადგენდა. აქედან გამომდინარე, აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან მიმავალი და მომავალი ვაჭრებისთვის საჭირო იყო დასარჩენი ადგილის არსებობა ქალაქში. შესაბამისად, თბილისის ადგილმდებარეობამ გამოიწვია საქართველოში და თბილისში კონკრეტულად ქარვასლების შემოსვლა. აბსოლუტურად ყველა ქარვასლა ჩვენ რო არქიტექტურას შევეხოთ, ხო? ერთნაირი არქიტექტურული მახასიათებლებით გამოირჩევა. შიგნით თითოეულ მათგანს აქვს შიდა ეზო, ღია აივნები, პირველ სართულზე იყო სარდაფები, რომლებიც ასრულებდნენ შემნახავი საცავის ფუნქციას. ზემოთ უკვე იყო მოსასვენებელი ოთახები და უმეტეს შემთხვევაში ამ ქარვასლებს თავი ჰქონდა დღია. ამ ქუჩაზე ჩვენ ჰქონდა უამრავი ქარვასლა, იმიტომ რომ ეს იყო მთავარი ნაწილი იმდროინდელი თბილისის და აბსოლუტური უმეტესობა ქარვასლების იყო სიონის მიმდებარედ გაშენებული. ასევე ჩვენ ტურის ფარგლებში გავлივით კიდევ ერთ ქარვასლას, რომელიც სკოტი აფხაზის ქუჩაზე მდებარეობს. დღეს არის სასტუმრო, რომელსაც ქვია ქარვასლა შიგნით და ულამაზესი ფასადით გამოირჩევა.
და ის ქარვასლა არის ძალიან საინტერესო იმ კუთხით, რომ ერთ-ერთი ყველაზე ესეთი მრავალჭირვარამ გადანახადი შენობა არის ზოგადად ამიერკავკასიაში. საქართველო ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია. სწორედ ამიტომ კავშირი ევროპულ ქრისტიანულ ქვეყნებთან და რომის ტახტთან საქართველოს არასოდეს გაუწყვეტია. ამ უწყვეტი კავშირის სიმბოლოა სწორედ წმინდა მარიამის კათოლიკური ტაძარი. მეგობრებო, ჩვენ ამ მომენტისთვის ვიმყოფებით თბილისის ერთ-ერთ უძველეს კათოლიკურ ტაძართან. ეს ადგილი უნდა ითვლებოდეს მეცნიერთა ვარაუდით იმ ტაძრის მემკვიდრედ, რომელიც აქ მე-13 საუკუნის დასაწყისში აუგია. საბჭოთა ხელისუფლების პირობებში ეს ტაძარი დაახურვის და გაუქმების შემდეგ სპორტულ დარბაზად იყო გადაკეთებული და კალათბურთის დარბაზი ყოფილა მასში განთავსებული, რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს. პრაქტიკულად აქ მთავრდება ძველი ქალაქის ნაწილი. რეალურად თბილისი რუსეთის მმართველობის შემოსვლამდე დაახლოებით აი ამ ჩარჩოში თავისუფლების მოედნამდე ვრცელდებოდა. და ბოლოს, თავისუფლების მოედანი, ადგილი, საიდანაც ამ ქალაქის ახალი ევროპული ცხოვრება დაიწყო. ჩვენი ტური დასასრულს მივახოდა და ბოლო ნაწილზე ვართ, სადაც სიმბოლურად გადავწყვეტეთ ტურის დასრულება. ეს არის თავისუფლების მოედანი. თავისუფლების მოედანი იმდენად დაუსახლებელი იყო, რომ სახელიც კი არ ჰქონდა ოფიციალური და თავისუფლების მოედანს იმ პერიოდში ეძახდნენ შეშის მოედანს, არაოფიციალურად, რადგან შეშა იყიდებოდა ამ ტერიტორიას და ადგილობრივები ანუ ასე მოიხსენებდნენ ამ ტერიტორიას. მანამ სანამ 1917 წელს რუსეთის რევოლუციის შემდეგ არ გადაწყვიტეს რევოლუციონერებმა, რომ ამ ტერიტორიისთვის ეწოდებინათ სიმბოლურად თავისუფლების მოედანი. სწორედ ანუ 1917 წელია პირველად ის თარიღი, როცა ამ მოედანს ხვდებით იმ სახელწოდებით, რა სახელწოდებითაც დღეს ჩვენ გვაქვს. 2006 წელს უკვე მიიღო ეს სახე თავისუფლების მოედანმა, რა სახეც დღეს გვაქვს, ანუ წმინდა გიორგის ქანდაკება დაიდგა 2006 წელს. თავისუფლების მოედნის იქით უკვე არის ძველი თბილისის ნაშადრევით ახალი თბილისი, რომელსაც სხვა ისტორია და სხვა ჭრილში უნდა განვიხილოთ. შესაბამისად, ჩვენი ტური ბუნებრივია და ლოგიკურია, რომ დასრულდეს თავისუფლების მოედანთან და სიმბოლურიც არის სახელწოდებიდან გამომდინარე. ქალაქი წიგნს ჰგავს, რომლის წასაკითხად აუცილებელია არქიტექტურულ დეტალებში, სახელებში, მეტყველებაში შემორჩენილი ნიშნების მიღმა ამბების დანახვა შეგვეძლოს. იცნობდე საკუთარ ქალაქს, ნიშნავს იცოდე მისი ამბები, რომლებიც არასადღაც ისტორიის სახელმძღვანელოში, არამედ მისივე ქუჩებში პატარა, ხშირად შეუმჩნევლ დეტალებშია დაფარული. ესაა ქალაქი, რომლის ამბავსაც საუკუნეებია სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის, აღმსარებლობისა და ტრადიციების მქონე ადამიანები ერთად ვქმნით და სწორედ ამაშია მისი განსაკუთრებულობა. ესაა ის, რასაც უნდა ხედავდე, რასაც უნდა გრძნობდე და რაც უნდა იცოდე, რათა მისი მშვენიერება სრულად შეიგოს.